ინფორმაცია სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება ახალ ამბებს 3 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ბაჩო ახალაია სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე მოსამართლის აცილება მოითხოვა. ამ შემდგომლობით ადვოკატებმა სასამართლოს რამდენიმე წუთის წინ მიმართეს. მანამდე კი ბრალდების ორ ეპიზოდთან დაკავშირებით ორი მოწმე დაკითხეს. დაკმაყოფილდა თუ არა ადვოკატების მოთხოვნა მოსამართლის აცილებაზე და რას უკავშირდება ადვოკატების ეს შუამდგომლობა. თამარ გოგესაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. თამარ გისმენთ. დაცვის მხარემ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა მოსამართლის აცილება და ამ შუამდგომლობით მიმართეს მოსამართლე გიორგი დარახველიძეს. მიზეზად კი დაცვის მხარე განმარტავდა და ასახელებდა იმ ფაქტს, რომ თითქოს მოსამართლე მათ ზღუდავდა დაკითხვის მოსამართლე გიორგი დარახველიძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და განმარტა, რომ ეს შუამდგომლობა საფუძველს იყო მოკლებული. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, საქალაქო სასამართლოში მოწმეების დაკითხვა თითქმის 4 საათია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დაიკითხა ბრალდების მიერ წარმოდგენილი ორი მოწმე. პირველი მოწმე, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ჩვენებას აძლევდა სენაკის ეპიზოდთან დაკავშირებით. მერაბ ფისაძემ გაიხსენა 2009 წლის თებერვალში სენაკის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ფაქტი. მისი თქმით, მათ თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც 18 სამხედრო მოსამსახურე რამდენიმე გააშიშვლეს და რამდენიმე საათის განმავლობაში არბენინებდნენ სხვადასხვა შეძახილებით, ხოლო ფისაძის ჩვენების მიხედვით ეს სამხედრო მოსამსახურეები 2 დღე-ღამის განმავლობაში ამის შემდეგ ჩაკეტეს სენაკის ბაზაზე განთავსებულ სააბაზანოში. დღევანდელ პროცესში ასევე დაიკითხა სამხედრო პოლიციის გამომძიებელი, რომელმაც ისაუბრა ვაზიანის ეპიზოდთან დაკავშირებით და მეოთხე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი ზურა შამათავა დაადანაშაულა სამხედრო მოსამსახურის ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ასევე მოწმემ გაიხსენა 2011 წლის შემოდგომაზე სამხედრო პოლიციის შენობაში მომხდარი ფაქტი და აღნიშნა, რომ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს თითქმის 2 დღე-ღამის განმავლობაში სამხედრო პოლიციის შენობაში სხვადასხვა აყვირებდნენ გაუმარჯოს მეოთხე ქვეით ბრიგადას. დაკითხვის პროცესში აქტიურად იყო ჩართული თავად ბაჩო ახალაია და მან მოწმეების ჩვენებას უნდობლობა გამოუცხადა. გასუსტებით რომ ბაჩო ახალაიას არ ჩაუგენდივარ ბაბანოში. კი პირადად პოსტკეთან არის რომ პირადად პოსტკეთან მაგაზანები რაიგე ჩაკეტი ბაბანოშიო. მიხედავთ თუ იქ გავიქეთ, მაგრამ ის სადმე მივიხედე რა უნდა გეიქცე მაგას ვარიცო. ჩავიწე სამოვიდა. მივიხედე და სამოვიდა. ხოდა მაგას გეუნები. შენ არ გაგიგია კონკრეტულად არც ბრძანება, არც მითითება. და უბრალოდ ვარაუდობ, რომ შესაძლებელია ჩაეკეტა მინით. დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესში ასევე კიდევ ერთი შუამდგომლობა წარმოადგინა. ისინი მოითხოვდნენ პროცესში სტაჟიორი ადვოკატის სტატუსით ჩართულიყო გიორგი ონიანი, თუმცა მოსამართლე გიორგი დარახველიძემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა. მიზეზად კი დაასახელა ის ფაქტი, რომ გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზიდან წესრიგის დარღვევისთვის არის გაძევებული. რაც შეეხება სასამართლო პროცესის, ჩანიშნულია 6 საათამდე. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარეს 5 მოწმის წარმოდგენა აქვს დაგეგმილი. დიდი მადლობა თამარ. ეს იყო თამარ გოგესაშვილი, რომელიც ბაჩო ახალაიას საქმის არსებით განხილვას ესწრება. საკრებულოს ოპოზიცია თბილისის ბიუჯეტის ხარჯვის დეტალებს ამოწმებს. რაში იხარჯება დედაქალაქის ბიუჯეტი? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ამ წუთებში მერიის მაღალჩინოსნებს უწევთ. დეპუტატებმა მერიის სატრანსპორტო სამსახურის და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელები დაიბარეს. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები კიდევ გაიმართოს. დღესვე დეპუტატები მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის სამსახურის უფროს მამუკა ქაცარავას და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროს შეხვდებიან. პასუხი არ არის ამ ადამიანების მხრიდან, თუ რა საჭიროა საერთო სატრანსპორტო კომპანიაში ასეთი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრები საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ, ეს თანხები შეიძლება სხვა მიმართულებით უფრო გონიურად წარმართულიყო. და კიდევ ერთი თემა იყო ეს სიტი პარკი. სიტი პარკის თემა, რომლის შემოსავლები საბოლოოდ ვერ დავითვალეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის უნდა შევიდეს
თბილისის ბიუჯეტში, მაგრამ ის ციფრები, რა ციფრებიც არის წარმოდგენილი, არარეალურია და არ ემთხვევა რეალურ, ასე ვთქვათ, ციფრებს. რაც შეეხება ყველა იმ სამუშაოს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს მიერ, დეტალურად ხსნი ყველა იმ ტექნოლოგიურ პროცესს, საშუალებებს, ძირითად საშუალებებს, იმ გაუმჯობესებებს, რასაც ვახორციელებთ ქალაქში, დღითი დღე და ვლაპარაკებთ ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიშვა მუშაობის პროცესში. ასე რომ ძალიან კაი ფორმატში მიმდინარეობს შეხვედრა და აბსოლუტურად მიზანსალმებელია თითოეული ჩემი თანამშრომლის მიერ. სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პრეზიდენტთან შეხვედრის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები ამით მიხეილ სააკაშვილის საქმიანობისადმი პროტესტს გამოხატავენ. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მის მიერ შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებენ. მიხეილ სააკაშვილის მისვლას უნივერსიტეტში ეწინააღმდეგება სტუდენტთა სხვა ჯგუფიც, რომელიც აქციას შეუერთდა. ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა. ნოდარ, რა განცხადებები კეთდება აქციაზე და თუ არის შენთვის ცნობილი, რაზე ესაუბრება პრეზიდენტი სტუდენტებს დახურულ კარს მიღმა? ნინო, სულ ცოტა ხნის წინ სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა უკვე დატოვა პრეზიდენტთან შეხვედრა, როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, პრეზიდენტი არ შეხებია საუნივერსიტეტო საკითხებს, ის ძირითადად პოლიტიკურ თემებზე საუბრობდა, როგორც სტუდენტების განცხადებით პრეზიდენტმა ისაუბრა რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით, როგორც საფრთხეზე, ასევე საუბარი იყო ნაციონალური მოძრაობის დროს, სხვადასხვა სპეცოპერაციების პერიოდში გარდაცვლილ მოკლულ ბიჭებზე, ასევე საუბარი შეეხო შიდა პოლიტიკის თემებსაც და როგორც ამ სტუდენტებმა განაცხადეს, რომლებმაც დატოვეს პრეზიდენტთან შეხვედრა, ეს მათთვის იყო შეურაცხყოფელი და სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი შეხვედრის დატოვებისა. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ამ შეხვედრაზე მათ არ ეძლევათ კითხვის დასმის შესაძლებლობა იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის არის საინტერესო, როგორც თქვენ უკვე იცით, მედიის წარმომადგენლებს იქ შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ. გულის სიღრმეში ოდნავ იმედი მაინც ჰქონდა, რომ ბატონი სააკაშვილი მწვავე კითხვას მოისმენდა, თუმცა ის ჩვეული რიტორიკით საუბრობს ყავ პუტინზე, რუსეთზე, 1000 თემებზე, ჩემთვის რაც ძალიან მტკივნეული მოსასმენი იყო, მან იმ ახალგაზრდებზე, ჩემ თანატოლებზე, რომლებიც მისმა რეჟიმმა დაახრიტა ქუჩაში, ისინი კვლავ მოიხსენია საშის მკვლელებად და დამნაშავებად. მე ამის მერე უბრალოდ დავდექი და დავტოვე დარბაზი, მას ახალგაზრდებს არ ეძლევათ საშუალება ეს მწვავე კითხვები დასვან, არაერთი მცდელობა იყო ამის, თუმცა ის აგრძელებს ამ ჩვეულ რიტორიკას და სამეც გულწრფელად გულიმწყდება, რომ ასეთი რამ ხდება უნივერსიტეტში. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ უნივერსიტეტი არ არის მიხეილ სააკაშვილის არენა, სადაც ის თავის PR ნაბიჯებს გადადგას. დღეს ჩვენ არ შევდივართ მასთან აქციაზე და ვახსენებთ იმ შეცდომებს, რაც დაუშვა მან და ჩემი აზრით უხერხულია პრეზიდენტის ამ უნივერსიტეტში მოსვლა, იმ უნივერსიტეტში, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ყველაფერი დამართა ფაქტიურად, ანუ წაართვა ავტონომია, დაუნიშნა რექტორები, დაუნიშნა აკადემიური საბჭო, რომელიც გუშინ რაღაცას ფანტასტიკურ განცხადებებს ავრცელებს, ვითომ და დღეს არჩევენ ავტონომიას უნივერსიტეტს და ასე შემდეგ. რაც შეეხება საპროტესტო აქციას, საპროტესტო აქცია აქ უნივერსიტეტში პრეზიდენტის მოსვლამდე დაიწყო სტუდენტთა რამდენიმე ჯგუფი გამოხატავდა პროტესტს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის იყო საუნივერსიტეტო თემები, ასევე აცხადებდნენ სტუდენტები, რომ პრეზიდენტს უნივერსიტეტში მოსვლის უფლება არ ჰქონდათ, სტუდენტებს შეუერთდა პოლიტპატიმრების ნაწილი და ისინი ამ წუთებშიც აქციას მართავენ, მათ ბლოკირებული აქვთ ორივე შესასვლელი და ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტს მაქსიმალურად ეთყვია და დაუსვავენ იმ შეკითხვებს, რა შეკითხვების დასმაც უნდათ. სტუდენტთა ერთი ნაწილი, როგორც თქვენ უკვე იცით, საერთოდ ვერ მოხდა ამ შეხვედრაზე, ისინი აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია დაგვიანებით მიიღეს და რეგისტრაციისთვის გამოყოფილი მოკლევადაში რეგისტრაცია ვერ მოასწრეს. მე მაქვს შეკითხვები მიხეილ სააკაშვილთან. ის როგორც უძველეს თავისას პრეზიდენტი ვარო საქართველოსია და ჩვენი მთავარსარდალი მე სამხედრო სპეციალისტი. მე მას უნდა შევეკითხო სამი შეკითხვა. რატომ ჩატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შეგნებულად? და რატომ დაგვაპატიმრა ჩვენ ადამიანები, რომლებიც უძველეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და რატომ დაანგრია ეს ქვეყანა და განახორციელა ქართული ერის გენოციდი? ერთადერთი კამერა, რომელიც ამ შეხვედრაზე არის მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესამსახურის კამერა და შესაბამისად ჩვენთვის უცნობია გაავრცელებს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია რაიმე სახის ვიდეო მასალას ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით შეხვედრის დამთავრებას და უფრო მეტი დეტალი თავად შეხვედრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი. დიდი მადლობა, ეს იყო ნოდარ ჩაჩუა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ორგანიზაცია იდენტობა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს იმ აქციის ჩასატარებლად, რომელიც 17 მაისს სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის მიზნით გაიმართება. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შარშანდელი პრეცედენტი, როდესაც ანალოგიურ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. დღევანდელი პრესკონფერენცია პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, ჰომოფობიის წინააღმდეგ იდენტობის გამოსვლა 10-მდე მოქალაქემ გააპროტესტა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ამ ღონისძიების მიზანი ის კი არა რომ ვიღაცამ იზეიმოს რამე ამ ღონისძიების მიზანი არის ის რომ საზოგადოება მიაქციოს ყურადღება იმ ფაქტს რომ საქართველოში ყოველი მესამე ადამიანი LGBT ადამიანი არის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და 99% განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას ესეც როგორიც არის შანტაჟი, მუქარა, სახლიდან გაგდების მუქარა და სხვა ტიპის ძალადობა. ვაპროტესტებთ ამ უზნეო ფაქტს, რაც ხდება საქართველოში, ეს არის პირდაპირ პროპაგანდა გარყვნილების, ცოდვის, უზნეო ადამიანების მიერ გაკეთებული, რომელიც შეფარული არის თითქოს და ჰომოფობიასთან ბრძოლით. აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯის ტერიტორიის ნაწილს ნაკრძალი სტატუსი მიანიჭა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები საზღვრებთან დაკავშირებით ისევ გრძელდება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დავით გარეჯის მონასტრის ტერიტორიაზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრები ოფიციალურად ჯერ არ განსაზღვრულა. მინისტრი ამბობს, რომ მიუხედავად აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილების ან ნაკრძალის სტატუსის მინიჭებაზე, საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით კომისია კვლავ მუშაობს. გურამ მოდიშარიას თქმით, მაისის ბოლოს სამუშაო ვიზიტით ის ბაქოში გაემგზავრება და შეხვედრას აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართავს. შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება. ჩვენსა და აზერბაიჯანის შორის, ჩვენ მეზობლებს შორის საერთოდ არც უნდა იყოს ისეთი ვითარება, რომ გაუგებარი და არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაწყვეტა მაგიდასთან არ შეიძლებოდეს. ეს არის ნაკრძალი აზერბაიჯანულმა მხარემ საერთოდ იმ ტერიტორიას განსაზღვრა, მაგრამ ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი ბოლომდე არის ამოწურული. მე მექნება ამ თვის ბოლო შეხვედრა ბაქოში ბატონ გარაევთან, ჩემს კოლეგასთან, რომელთანაც ერთად ჩვენ ორი დღე ნაყოფიერად ვიმუშავეთ აქ, ხოლო შემდეგი დავთქვით ესეთი რამ, რომ ზაფხულში მე და აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მანქანები ჩვენ ვიქნებით საჭესთან, ისე მოვივლით აი ამ მთელ ტერიტორიაზე. პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა. ინიციატორი კობა დავითაშვილია, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტით ნარკომოხმარების წახალისება არ მოხდება. თუმცა ინიციატივას არ იზიარებს ნარკოლოგების ერთი ნაწილი. ნარკოლოგი გელა ლეჟავა აცხადებს, რომ კანონი კრიმინალური ფონის გაუარესებას გამოიწვევს. საზოგადოდ მიმაჩნია, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მომხმარებლების, ნარკომანების რესოციალიზაციას. იმათ, ვისაც ამის სურვილი აქვს, უნდა ჰქონდეთ საშუალება დაუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და ამას ხელს უშლის ის, რომ ჩვენთან მოხმარება არის კრიმინალიზებული, ანუ სისხლის სამართლიანი წესით ისჯება. აქედან გამომდინარე, ამ საკითხის, თქვა, დეკრიმინალიზაცია და მომხმარებლის დამნაშავედ არ გამოცხადება გამოიწვევს იმას, რომ მას ექნება საშუალება დაიწყოს სამუშაო. ნასამართლობის ცნობა მამაში ხელი არ შეუშალოს და მოხდეს მისი დაბრუნება ნორმალური ცხოვრებისათვის. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ნარკოტიკების მოხმარებას ლეგალიზაცია მოხდეს. ამის კაი მაგალითი არის ჰოლანდია, სადაც ასევე ფიქრობდნენ, რომ მარიხუანას მოწევის ასეთ ლეგალიზაცია შეამცირებდა მნიშვნელოვნად ჰეროინის და სხვა ნარკოტიკების მიღებას, მაგრამ რო შეცდნენ ამისი ნათელი დადასტურება ის არის, რომ დღეს 118 ევროს ერთ ადამიანზე გადაანგარიშებით, ყველა ორჯერ მეტს ვიდრე საშუალო ევროპა. ხარჯავს ჰოლანდია ნარკო პრობლემებზე. 31 წლის მამაკაცი დააკავეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შენახვის ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ეჭვმიტანილი ბათუმში აიყვანეს. დაკავებულს ჩხრეკისას ორ შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოტიკის საერთო წონა 6.26 გრამია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა შენახვის ფაქტზე ბათუმში ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ორ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილის აქვე პუნქტით.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში თბილისი რუსთავის ავტომაგისტრალთან დაკავშირებით ქვემო ქართლის გუბერნატორის ინტერესებზე საუბრობენ. ამასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ გამართა. მურღულიამ ჟურნალისტებს მთავრობის ის განკარგულება გააცნო, რომლის საფუძველზეც თბილისი წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი რუსთავის მონაკვეთზე ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონა მოიხსნა. ამით შესაძლებელი გახდა ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისება. შოთა მურღულიას განცხადებით აღნიშნული განკარგულების პროექტის ავტორი ქვემო ქართლის გუბერნიაა, რომელსაც დავით კირკიტაძე ხელმძღვანელობს. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო აღნიშნულ მასალებს პროკურატურას გადაუგზავნის. ჩვენ ეს მიმართეთ, რომ დაგვედგინა ამ ბუფერში რა მოხდა, ანუ რატო იყო ესე სასწრაფო ეს. ჩვენ ნახეთ და მივიღეთ წერილ, რომ მხოლოდ ერთი ოპერაციაა განხორციელებული 6 თვის განმავლობაში, ანუ ბუფერში მოხსნის და რაც არ უნდა თქვენს გასაკვირი იყოს 24 ოქტომბერს მოხდა მიწის გასხვისება. ანუ 2 დღით კიდე ადრე, ვიდრე ახალი მთავრობა შეუდგებოდა თავის საქმიანობას. ანუ რა გამოდის, რომ 20-ში მთავრობის განკარგულებით მოიხსნა ბუფერი და სასწრაფოდ ეკონომიკის სამინისტრომ მოასწრო მიწის გადაცემა. ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც აბორტის აკრძალვასთან დაკავშირებით პატრიარქის ინიციატივას განიხილავს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. დავით სერგეენკო მასმედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს 1 საათის განმავლობაში პასუხობდა. ექიმების გაფიცვა და სადაზღვევო სისტემა იყო ასევე ძირითადი საკითხები, რაზეც დღეს მინისტრმა გაამახვილა ყურადღება. აბორტის პრობლემა არ არის უნიკალური საქართველოსთვის, თუმცა ეს ჩვენ შეღავაც არ გვაძლევს და ეს მთელ მსოფლიოში არის სხვადასხვანაირად სხვა ქვეყნები, იმიტომ რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივ რეალობას, ადგილობრივ სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ სტატუსებს. სიცოცხლის უფლება რა თქმა უნდა დაცული უნდა იყოს, ოღონდ დაცული უნდა იყოს არა გაუთვლელი მექანიკური ნაბიჯებით, არამედ სტრატეგიულად გააზრებული სქემით. შრომის კოდექსის ახალ კანონპროექტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით შრომის კოდექსს პარლამენტი მცირე დაზუსტებების შემდეგ მიიღებს. თია წულუკიანის განცხადებით კანონში რეფორმების მეორე ტალღა აუცილებლად ქალთა უფლებების დაცვის კუთხით უნდა დაიწყოს. დაზუსტებები იქნება შეტანილი იმისთვის, რომ ის მეორე რაუნდი უფრო მცირე მასშტაბიანი, მაგრამ მაინც რაუნდი კონსულტაციებისაც პარლამენტმა კერძო სექტორთან გამართა, მათი სულიერები იქნეს ასახული. ეს ძირითადად ჩემთვის რამდენადაც ცნობილია უნდა შეეხოს ვადიანი ხელშეკრულებების დებულების დაზუსტებას და მეორე ერთი ტერმინი უნდა დაზუსტდეს ამ სქელტანიან ცვლილებებში. შრომის კოდექსის მეორე ტალღა რეფორმების აუცილებლად უნდა დაიწყოს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. თავდაცვის სამინისტრო კონკურსში გამარჯვებულ ქართველ სტუდენტებს სამხედრო გადამზადებისათვის ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში 4 წლით აგზავნის. გამგზავრებამდე ქართველ სამხედროებს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. სტუდენტები ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ქართულ შეიარაღებულ ძალებში იმსახურებენ. ეს ბიჭები დაბრუნდებიან საქართველოში და მათ მინიმუმ 10 წელი იმსახურებენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყოველ წელს მინიმუმ 5, 6, 7, 10, არ ვიცი, საუკეთესო განათლებული მიღებული ახალგაზრდები გააგრძელებენ თავიანთ სირიუსულ სამსახურს შეიარაღებულ ძალებში. თავდაცვის სამინისტროს განყოფილებაში არის ერთი ოფისი ამერიკელების ოდისი, სადაც ხდება აპლიკაციების მიღება კონკურსანტების. ისე უნდა გაიარო SAT-ის და TOEFL-ის ტესტები, ინგლისურის ტესტები არის. შემდეგ უნდა ჩააბაროთ ფიზიკური გამოცდები და მთელი წლის განმავლობაში გრძელდება ეს აპლიკაციის შესწავლის მომენტი და გამარჯვებულები მიემგზავრებიან თითო აკადემიაში, 4 აკადემია არის სულ და ამ 4 აკადემიაში ირჩევენ და გამარჯვებულებს აგზავნიან წლის ბოლოს 4 წლით. ეს კონკურსი სტარტდება ყოველ წელიწადს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკელების სამკავშირო ოფისთან ერთად. მე მივდივარ საზღვაო ძალების აკადემიაში ამერიკის შტატებში, იქ ვისწავლე 4 წელი, შემდეგ შემოვალ და 10 წელი მსახურობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
არ არის აუცილებელი, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი პროფესიონალი პოლიტიკოსი იყოს და პოლიტიკაში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდეს. მით უმეტეს მმართველობის იმ ფორმის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ იქნება. ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიათ საგარეიშვილმა გააკეთა, რომელიც მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის სუფთა და მაღალი ზნეობის მატარებელი პიროვნება უნდა იყოს. გიათ საგარეიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისათვის კოალიციამ გონივრული თარიღი შეარჩია, რადგან 5 თვე საკმარისი დროა საზოგადოებისათვის, რომ საარჩევნო პროგრამას გაეცნოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ თავისუფალი და კონკურენტული გარემო იქნება შექმნილი. იქნება თუ არა ეს პროფესიონალი პოლიტიკოსი, რომელიც წლების მანძილზე დაკავებული იყო ამ საქმეთ. მე ვფიქრობ, ეს არ არის აუცილებელი და ეს არ არის საჭირო. ხშირ შემთხვევაში და მე ეს ჩემ თავზე გამომიცდია, აბსოლუტურად არ არის საჭირო გვერდზე ხარს გიმაგრებდეს პოლიტიკაში ღრმად ბჭყალებში, ღრმად ჩახედული ადამიანი. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქართულ პოლიტიკას აკლია ახალი სისხლი, აკლია ახალი სახეები, ახალი იდეები, კრეატიული იდეები. რასახის პრობლემებია ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობის, უსაფრთხოების და დემოკრატიული ღირებულებების კუთხით და რა ცვლილებები განხორციელდა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, დარჩა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. პრობლემებია ეკონომიკურ სფეროში შემცირებულია პირდაპირი ინვესტიციები. მიუხედავად იმისა, რომ შეწყდა ბიზნეს ტერორი, ამ სფეროს წარმომადგენლები გაურკვეველ ვითარებაში არიან. ფიქრია ჩიხრაძე საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების სფეროში შექმნილ პრობლემებზეც ამახულებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათი პარტია მზად არის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართოს. ეკონომიკის კუთხით, ბიზნესის განვითარების კუთხით ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვლებოდა, სამწუხაროდ ეს მოლოდინი ჯერჯერობით არ გამართლდა და ჩვენ სახეზე გვაქვს ძალიან სერიოზული საგანგაშო ნიშნულამდე მისული ეკონომიკური სტაგნაცია. სამწუხაროდ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ის მემარცხენე მიმართულებას ირჩევს პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით, რაც იმას ნიშნავს ღიად გასაგებენაზე, რომ უთხრათ საქართველოს მოსახლეობას, რომ ამით წინასაარჩევნო პერიოდში გაცემული დაპირებები ეკონომიკის აღორძინების, ბიზნესის ხელის შეწყობის, სამუშაო ადგილების შექმნის, ხალხის დასაქმების კუთხით წყალს გავაყოლეთ. ფოთში საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის და ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს. ცენტრის წამყვანი სპეციალისტები იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ფოთის მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს და დიაგნოსტიკურ კვლევებს უტარებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია. გამოკვლევების შემდგომ იმ პაციენტებს, რომლებსაც სიმსივნური დაავადებები აღმოაჩნდებათ, უფასო მკურნალობა საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში ჩაუტარდებათ. ონკოლოგიური დაავადებების შემცირების ტენდენცია არ შეინიშნება მთელ მსოფლიოში და ასევე არ შეინიშნება ბუნებრივია საქართველოშიც. ამიტომ აქტუალობა იმისა, რომ დღეს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი არის ფოთში და იკვლევს ფოთის მოსახლეობას და ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს ეს იმისათვის, რომ მოხდეს პროფილაქტიკა და დროულად ადრეულ ეტაპზე გამოვლენა იმ დაავადებებისა, რასაც ქვია ავტისებიანი სიმსივნე. განაყოფილება და ძალიან კარგია თუ ხშირად იქნება მისამართები, ძალიან კარგი იქნება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. მე ზუსტად 6 საათამდე გემშვიდობებით დროებით.